საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ მან შეაჩერა 3 დრონი, რომლებიც მის ტერიტორიაზე ერაყის საჰაერო სივრციდან შევიდნენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები კვლავ დაუცველნი არიან ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინაშე. საუდის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამეფო მიიღებს საჭირო ოპერატიულ ზომებს ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც მის სუვერენიტეტს დაარღვევს და დაიცავს სამოქალაქო პირებს საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. ეს ინციდენტი მოხდა სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც აბუ-დაბის ბარაკას ბირთვულ სადგურთან დრონით განხორციელებული თავდასხმა დაფიქსირდა, რაც აჩენს კითხვებს, ცდილობენ თუ არა ერაყში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ახალი მარშრუტების გამოცდას და რას ნიშნავს ეს რეგიონის მყიფე ზავისთვის. ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდა დოქტორი კენეც ემ პოლოკი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტი. დოქტორ პოლოკო, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ამ ინციდენტის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა თავის საუდელ კოლეგასთან. ეს ნიშნავს, რომ თეირანი ცდილობს დაარწმუნოს საუდის არაბეთი, რომ ესკალაცია არ სურს. თუ ცდილობს თავი დააშოროს იმ პროქსი აქტივობებს, რომელთა სრულად კონტროლით შესაძლოა შეეძლოს. პირველ რიგში ნიკოლ, დიდი მადლობა, რომ მიმიწვიეთ. გთხოვთ, ჩემი მოკითხვა გადასცეთ ჩემს ძველ მეგობარს, ელ შრეჰაბს. ამ საკითხზე ვფიქრობ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანელებსა და სხვადასხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის არაოფიციალური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თავიდანვე. სინამდვილეში ომამდე კიდევაც კი. რაც შეეხება იმას, რაც ხდება ამ არაოფიციალურ კონტაქტებში, ყოველთვის რთულია ზუსტად იცოდე. მაგრამ ვფიქრობ, რაც ყველაზე მეტად უნდა გვაღელვდეს, ეს არის სწორედ ეს. ირანელები მუდმივად გადასცემენ ყველა სპარსეთის ყურის ქვეყანას, რომ ახლა მათ ახალი შესაძლებლობები აქვთ, რომლებიც უკვე აჩვენეს. ეს შეიძლება სხვადასხვა სახის ტკივილი მიაყენოს საუდელებს, ემირატელებს და სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანას. და რაც არ უნდა მოხდეს ოფიციალურ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან, ერთი რამ მაწუხებს. მიმდინარეობს არაოფიციალური საუბრები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, სადაც ირანელები ცდილობენ შანტაჟი გაუწიონ ამ ქვეყნებს. მაშინაც კი როცა ეს ომი დასრულდება, ისინი სპარსეთის ყურის ქვეყნებს არაოფიციალურ გადახდებებს მოსთხოვენ, დაახლოებით ასე. თუ გინდათ, რომ დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების სროლა შევთვლითოთ, რეგულარულად უნდა გადაგვიხადოთ. ეს ირანის მოქმედების სტილია. ეს შანტაჟის სახელმწიფოა და რევოლუციური გვარდიის სრული კონტროლის პირობებში, ჩემი ვარაუდით, ეს არის მთავარი ელემენტი იმ საუბრებისა, რაც მიმდინარეობს. და ეს არის ჩემი ვარაუდი, თუ რასთანაც გვაქვს საქმე ამ დრონების თავდასხმების შემთხვევაში, ირანელები უბრალოდ ახსენებენ საუდის არაბეთსა და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომ ამას ნებისმიერ დროს შეძლებენ, როცა კი მოისურვებენ. არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები შეიძლება წამოეგონ ამ შანტაჟს? არაბთა გაერთიანებული საამიროები საკმაოდ ხმამაღლა უპირისპირდება ირანს. ესე რომ თუ ირანელები ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან რომელიმეს დაშანტაჟებას შეეცდებიან, შეიძლება ისინი ამ მახეში გაებან. ეს ნამდვილად შესაძლებელია, ნიკოლე, და ჩემი თვალსაზრისით ეს იქნებოდა ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი. ეს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სპარსეთის ყურის ქვეყნები ესე დაჟინებით ცდილობდნენ ტრამპის ადმინისტრაციას მიეღო კარგი შედეგი ამ ომში, ისეთი, სადაც ირანი სრულად დამარცხებულად ჩაითვლებოდა. რადგან სიმართლე ისაა, რომ ისინი აცნობიერებენ, რომ ირანელებთან ერთად ცხოვრება მოუწევთ, მაშინაც კი როცა ეს ომი დასრულდება. ისინი სურთ დარწმუნდნენ, რომ ირანელების მხრიდან ესეთ შანტაჟს აღარ დაექვემდებარებიან და აცნობიერებენ, რომ საბოლოო ჯამში ამის გაკეთების მათი შესაძლებლობა ძალიან შეზღუდული იქნება. საბოლოოდ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული, რომ ომს კარგი დასასრული ჰქონდეს. როგორც ვთქვი, ისინი ძალიან შეშინებულები არიან, რომ თუ პრეზიდენტი ირანელებს დათმობებზე წავა, მათაც ფულის გადახდა მოუწევთ. ამასობაში ერაყს ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს ალი ალ-ზაიდი და ამბობს, რომ სურს იარაღი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყოს. მაგრამ მოდით ბოლო დრონის ინციდენტს გადავხედოთ. ეს არის ადრეული ტესტი იმის გასარკვევად, შეძლებს თუ არა ბაღდადი ირანის მხარდაჭერილი მილიციების შეკავებას. თუ ეს იმის ნიშანია, რომ ირანის გავლენა ერაყში საერთოდ არ სუსტდება. პირველ რიგში არ ვფიქრობ, რომ უნდა ვივარაუდოთ, თითქოს ირანის გავლენა ერაყში სუსტდება. ამის აბსოლუტურად არანაირი ნიშანი არ ჩანს. საბოლოოდ ბაღდადში შექმნილი მთავრობა დაფუძნებულია იმაზე, რასაც ინგლისურად საკოორდინაციო ჩარჩოს უწოდებთ. მათ ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ ირანელებთან. არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ეს რაიმე ფორმით შესუსტებულა. ალი ალ-ზაიდი ბიზნესმენია. მას პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს. ძალიან გაურკვეველია, რა შეძლებს ის ერაყის სახელმწიფოს რესტრუქტურიზაციისა და ჰაშტალ-შააბის მილიციების, განსაკუთრებით ირანის მხარდაჭერილი მილიციების, სრულად მის კონტროლქვეშ მოქცევის თვალსაზრისით. რაც შეეხება იმას, უკავშირდება თუ არა ეს კონკრეტული დრონით თავდასხმა ამას, შეუძლებელია ზუსტად თქვა, მაგრამ ნამდვილად არ გამოვრიცხავ.
პირველ რიგში ჩვენ არ ვიცით, დრონები ერაყიდან მოვიდნენ თუ ირანიდან და უბრალოდ ერაყის თავზე გადაფრინდნენ. ორივე ვარიანტი შესაძლებელია. თუ ისინი ერაყიდან გაუშვეს, ზუსტად არ ვიცით რატო. ცხადია, შაბათ-კვირას გავცოდა ცნობები ერაყის უდაბნოში საიდუმლო ისრაელის ბაზების შესახებ. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ერაყული ჯგუფი, რომლებიც შურისძიებას ცდილობენ მსგავსი რაღაცისთვის. მაგრამ დიახ, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც აშკარად იგზავნება, არის ის, რომ ირანს ჯერ კიდევ უზარმაზარი გავლენა აქვს ერაყში. ირან შეუძლია ერაყი გამოიყენოს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმისთვის და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ეს არ უნდა დაივიწყონ. კენ, თუ ეს ომი ისე დაიწყება, რას ურჩევდით სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომ ირანს უფრო ძლიერი მესიჯი გაუგზავნონ და აჩვენონ, რომ ასეთ ზეწოლას არ დაემორჩილებიან? ამიტომ ვფიქრობ, აბსოლუტურად მართალი ხართ. პირველ რიგში მათ მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი შეერთებულ შტატებს, თუ საბრძოლო მოქმედებები განახლდება. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის აუცილებელია კიდევ ერთხელ მკაფიოდ აცნობონ ტრამპის ადმინისტრაციას, რა მიაჩნიათ მათ მისაღებად ამ მოლაპარაკებებში და ამ კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტაში. იცით, ეს ომი მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ირანს არ ეხება. ეს ეხება ისრაელსა და ირანს. ეს ეხება სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ირანს. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც ჰორმუზის სრუტეს იყენებს, იქნება ეს ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების გატანისთვის თუ ექსპორტის შესატანად. ყველას აქვს ამაში საკუთარი ინტერესი და საბოლოო ჯამში შეერთებულმა შტატებმა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს არა მხოლოდ როგორც შეერთებული შტატები, არამედ როგორც გლობალური საზოგადოების ლიდერი. ეს უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება და არ დატოვებს ირანის რეჟიმს შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო საზოგადოების რომელიმე წევრი შანტაჟის ქვეშ მოაქციოს. კენ პოლაკი ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს 24 News English-ზე ჩვენთან ერთად იყავით. დიდი მადლობა, რომ შემომიერთდით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ნიკოლ. დაუბრუნოთ ეს საუბარი სტუდიაში კлау ელჩ მარკ რეგევთან ერთად. მარკ, როგორც მანამდე ვსაუბრობდით, სანამ ტექნიკური პრობლემები შეგვექმნებოდა, რას ნიშნავს ომის განახლება და როგორ გრძნობს ირანი ამ ზეწოლას ამჟამად? ყველა ანგარიში მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები, ისრაელი და სპარსეთის ყურის ქვეყნები ემზადებიან ომის განახლებისთვის. ამ ეტაპზე რა დასჭირდებოდა დიპლომატიურ გარღვევას? ასე რომ, ჯერი აშკარად ირანზეა. ანუ, დონალდ ტრამპმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რა სჭირდება მას ამის დასასრულებლად. მას სჭირდება სერიოზული ნაბიჯები ირანელებისგან ბირთვულ საკითხზე. და მან ღიად დააფიქსირა თავის პოზიცია. მან თქვა, რომ ბირთვული მტვერი, როგორც თავად უწოდებს, ანუ უკვე 60%-ით გამდიდრებული ურანი, უნდა გაიტანონ ირანიდან. და მათი შესაძლებლობა გაამდიდრონ მეტი ურანი უნდა გაუქმდეს. ფიქრობ ძალიან ნათელია რა არის გასაკეთებელი. ჯერჯერობით ირანი ამაზე არ დათანხმებულა. ეხლა ძალის გამოყენების უქარა, სამხედრო კონფლიქტში დაბრუნების მუქარა უდაოდ აშფოთებს ირანელებს. ამასობაში იმ გადაწყვეტილებამდეაც კი ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა ირანული ნავთობის ექსპორტზე ბლოკადა დააწესეს, ირანელები იტანჯებიან. და ფიქრობ, რომ ტრამპს ისინი მარწუხებში ყავს. ძალის გამოყენების მუქარის გარეშეც კი მას უბრალოდ შეუძლია მათ გამოფიტვას დაელოდოს და გამოიყენოს ამერიკული ეკონომიკური ზეწოლა, რათა დაასუსტოს მათი საზოგადოება, მათი ეკონომიკა, მათი შესაძლებლობა საკუთარი ჯარისკაცების გადახდისა, მათი როგორც ქვეყნის გადარჩენის უნარი. ასე რომ ნათელია, რომ ირანელები ზეწოლის ქვეშ არიან. და ვფიქრობ, დღეს ამ ზეწოლის ნიშანი დავინახე, როცა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში წავიკითხე ანგარიში, სადაც ეწერა, სხვა სიტყვებით რო თქვა, ის ამზადებს ნიადაგს ირანის შესაძლო კომპრომისისთვის. ეხლა არ მინდა ჩვენს მაყურებელს ოპტიმიზმი შეუქმნა, თითქოს ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. მაგრამ არ მეპარება ეჭვი, რომ ტრაექტორია. მთლიანობაში როგორც ვითარდება ეს ყველაფერი, საკმაოდ პოზიტიურია. და საბოლოოდ ირანი ესე თუ ისე დათანხმდება იმას, რასაც შეერთებული შტატები ითხოვს ბირთვულ საკითხზე. ასევე როცა ირანიდან გაკეთებულ განცხადებებზე ვსაუბრობთ, დღესაც მოვისმინეთ, რომ ისინი ქმნიან ახალ ორგანოს ჰორმუზის სრუტის სამართავად. ფაქტობრივად, თეირანი ცდილობს დააკანონოს კონტროლი ამ საერთაშორისო წყლის გზაზე. ასე რომ, როცა საუბარია იმ გზავნილებზე, რომლებიც ვრცელდება მათ შორის ირანელებისთვისაც, რომლებიც ცდილობენ დააკანონონ კონტროლი ამ საერთაშორისო წყლის გზაზე, რას უნდა ველოდოთ შემდეგ? რაც შეეხება მოლაპარაკებებს და იმ მუქარებს, რომლებსაც ირანი შეიძლება კვლავ გააჟღეროს ნებისმიერი გემის მიმართ, რომელიც იქ გაივლის. ეს აშკარად მიუღებელია. და ეს მიუღებელი იქნება არა მხოლოდ ირანელებისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვის, არაბული ქვეყნებისთვისაც, რომლებიც სპარსეთის ყურეს ესაზღვრებიან. ირანის მხრიდან ცალმხრივად განაცხადოს, რომ ეს მათი წყლის გზაა
წარმოიდგინეთ, რა შედეგები შეიძლება ამას მოხდეს. დაფიქრდით ამაზე. წარმოიდგინეთ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც აქვს სტომა საერთაშორისო წყლის გზაზე, უცებ რომ დაბლოკოს ის. ეს შეცვლიდა საერთაშორისო სამართალს. დაფიქრდით, რას შეძლებდნენ თურქები. დაფიქრდით, რას შეძლებდნენ პანამელები. დაფიქრდით, რას შეძლებდნენ ინდონეზიელები. როგორც კი ამ პანდორას ყუთს გახსნით, რეალური საერთაშორისო პრობლემა გეკრებათ. და სწორედ ამიტომ ვერავინ დაეთანხმება ირანის ამ ცალფრე მოთხოვნას. აშკარაა, რომ ეს მხოლოდ მათი გზაა, რომ სხვებზე ზეწოლა მოახდინო. უნდა გავაგრძელოთ ყურადღების კონცენტრირება მთავარ საკითხზე და ეს არის ირანის ბირთვული საკითხის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება.